მოდემო მოვედი, მოგესალმებით, ცუდი ხელოსანი კვლავ ეთერშია. დღეს ჩვენ მოკლედ განვიხილავთ წინაზე რომ მითხარით რომ ერთ ვიდეოში ჩატიო ხოლმე მართალი ხარ, მაგრამ ძალიან შრომატევადი საქმე იყო. Sand Blaster-ის აწყობას. ეს არის ქვიშაწყლით სარეცხი დანადგარი, ესე დავარქვით. რა ეტაპზე ვართ ჩვენ? წინა მხარე დავამაგრეთ, უკანა მხარე უკვე დამაგრებულია. შიგნით თვითონ ამ დანადგარს გამოუსვით სილიკონი, რომ წყალმა არ გააპაროს, იმიტომ რომ სვარკით რომ ძალიან დაგვესვარკვევინა, დროს წაიღებდა და არც იყო საჭირო და თქვა გადავახურებდით მეტალს. ფულცელს იდეაში. ჩვენი სპონსორია როგორც იცით Holst G, რომელიც მომარაგებს ქროუნის ტექნიკით და სხვა ტექნიკით. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო Carline Auto Imports, რომელიც იდეაში სახლის მანქანის პროექტი ამ დასრულების მერე გაგრძელდება და გავაგრძელებთ უკვე სახლის მშენებლობას მარშრუტკაში, რომელიც უკრეთ $1100 ამერიკაში. რაც შეეხება ახლა დღევანდელ ამბავს. დღევანდელ ამბავი უნდა დავასრულოთ მთლიანად. კინის კონსტრუქცია, გამოუსვათ გერმეტიკი საბოლოოდ, შევღებოთ მთლიანი კონსტრუქცია. შეღების მერე უკვე სხვა დეტალები დაუმზადდება. რა ჯერ შევღებავთ და მერე უკვე დავაყენებთ წყლის პომპას. რაც შეეხება წყლის პომპა ხო შევცვალეთ, იმიტომ რომ დიდი თავი ქონდა, დიდი წარმატობის იყო და დავაყენეთ 25-იანი წვრილი თავი, ჩვეულებრივი შლანგი, მილი რო ჩავიძრეს შიგნით და წყალი რო გამოიყვანოს და მიაწოდოს პისტოლეტს იმის Sand Blaster-ის. ნებისმიერ სახარჯი მასალა იდეაში, რასაც ჩვენ ხარჯავთ, ეს არის მეტალი, რკინას რაღაცა, შევიძინეთ როგორც ისიც დომინოსთან დავძმაკაცდით და ჩვენ და დომინოში, იდეაში მივიდივართ ხოლმე დომინოში ვყიდულობთ სხვა რაღაცებს. საღებავებზე მე გადავალ, რომელთაც ვღებავთ იდეაში და რატო რკინის საღებავი, რატო ავირჩიეთ ის საღებავი, რაც ავირჩიეთ, მაგებს უკვე შეღების დროს აგიხსნით. ხო, მანამდე დავიწყოთ რკინის დამაგრება და თავიდან დასვატკა რაღაცეების. საბოლოოდ ავაწყოთ. ესე იგი, დავამთავრეთ შეკვრის სამუშაო, წინა მხარე ისე გავაკეთეთ, რომ გადამული იყო, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ რკინის ფურცლის საღუნი არ გქონდა და მოგვიწია, რომ დაჭრილი მიმაგრებინა და მე გადაგვესვარკა და გაგვეშლიფოვკებინა, გაგვესუფთავებინა, დაგვეზუმფარებინა. იდეაში ამის მხარე ამოჭრილია, გამოიჭრება ორი მხარე, რომელსაც უკვე ამოუჭრით და მე შესაძლებლად გადავიტანთ, რომ შიდა მხარე იგრებება ნაცრისფრად, რომ განათებაზე და ჭუჭყილო დაინახო რასაცლი და გარე მხარე იქნება წითელი რა. კარები შევღებეთ უკვე. კარები არის შეღებილი, რომელიც იდეაში ძალიან კარგად შეიღება იმ საღებავით, რაც დომინოდან წამოვიღეთ. ეს არის ფეროს საღებავი. ეს კილებშია, სწრაფაჩრება, 1 კილოვანი კილა და ავი იდეალურად ეხა ტვერი არის. მაგრამ აი აქ იდეალურად არის შეღებილი რა. ნუ თუ არ ჩავთვლი რაღაცებს რომ მივარტყი და მოვარტყი. დანარჩენ იდეაში ამაზე გვერდები დამუშავებულია, შიგნიდან გერმეტიკი გამოსმული აქვს, ამას ახლა ამოვჭრით ორ ცალხელს და მე უკვე დავიწყებთ შეღებას. მთლიანად შევღებავთ შიდა გაევხარეს და მე ერთი დღე ალბათ დავაცდით, რომ კარგად გაშრეს გემრიელად, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ხოლმე დაცდა. და რომ არ შრება, მე საღებავი იმაშვება, ფუჭდება მოკლედ რა. ერთი დღე უნდა ნორმალურ ტემპერატურაზე რომ გაშრეს, ოთახის ტემპერატურაზე. ესენი არის ეს დომინოდანაც წამოვიღეთ სამაგრები, მრგვალი, უნდა იყოს დაახლოებით ეს 50 სანტიმეტრი რა, ხრებზე, დაჟე ცოტა 55 გავაკეთოთ. რომ მიწვდი ალბათ აი ეგ რა. ეს
წესით. ეხლა ლობზიკამა უნდა იმუშაოს. შიგნიდან ეს ეფარება. ნელ-ნელა გავდივართ უკვე ბოლოში. რა თქმა უნდა, ეს შეგვეძლო რომ პროსტა სტიკერი მიგვეკრო, მაგრამ მოვიფიქრეთ ეს რაღაცა ცოტა გამოწეული ყოფილიყო. აი ეს პატარა რკინა, რომელიც სხვაფრად შეიღება და აქ ცუდი ხელოსნის ლოგო განთავსდება და danger ნიშნები რომ მაღალი წნევაა, შიგნით თუ შეიძლება ბავშვმა თავი შეყოს და ჩართული იყოს. შიგნიდან სხვაგან ამოვჭერით მოკლედ დირკები. აქ ამოვჭერით, იმიტომ რომ ეს დაწვენილი რო იყო, ოპა მეთქი კაია თქო და ეს T- იყო, მაგრამ არა უშავს, ეს მოვიფიქრეთ, მივაკარით და აღარ გაჟონავს შიგნიდან გერმეტიკზე დავსვით ეს. რაც შეეხება ყველა მხარე აბსოლუტურად გადაბმულია. ეხლა დავამაგრებთ კარებს იდეაში, რომელიც პეტლები ვიყიდეთ და აი ესეთი სამაგრები არის, ამას უკვე განახოთ რომ გადაეჭიროს. ასევე მაშინ ვიყიდეთ კარების რეზინა, რომელიც ეს მიეკრობა და მიაჭერს და წყალი აღარ გამოვა აქეთ, იმიტომ რომ მოძრავი კარებია. პეტლებს ვაყენებთ როგორ რა? ხაზი ერთიანად გავავლეთ, სისტორეზე იგივე დაშორებებით ყველგან, რამდენიმე წელს იღებ, ნუ მაგნიცდებ, აქეთ ამ ხარეს კემპავთ რა, ანუ ვასვარკებთ. ერთი მოიწეს ინცა რამაზაა. ჰა? ხალხი შენ მოიტანებ, შენ ახლა პეტლის პროფესიონალი ზოგი მე აზმო, ოქროს მედალს ითხოვდნენ, რამაზას მიეცითო, შენი გაძლებისთვისაო და. ჰა. პროფესიონალის. სამი გასწორდა პეტლი. შორიდან თვალის ზომით კაი არის. დავადოვო. იოსებამ წაიღო ისა ქუდი კემპისა. ეხლა არ დამიწყო თუ საფრთხება უპირველეს ყოვლისაო. არ ვარ გაიგამოჩი. აი რაღაცა ქუდიმა. ის მინდა ბიჭო, პატარა ესე რომ იფარებე ხოლმე, რა კაი რაღაცა არის. რა თუნდა გოიმების რაღაცა. თავარი არის რომ სანამ კემპს დაადებთ, ჩართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია. ეს არის შპინდელის კემპი იდეაში. ეს პეტლებიც დომინოში ვიყიდეთ რა, ანუ ეს არის სხვანაირი პეტლი არის, ნახე პრასტოი პეტლი არის, ვარ დაიგონოს. ცოტა სქელი იმითია, ღერძითა. ამაზე იმედია გაიღება. ეს არის ეს რო შევღებეთ, კასკაზე არ იღებს რა, ამიტომ სადაც ვამაგრებთ პეტლებს, რამაც უნდა დაჭიმოს კარები, იმ ადგილს აუშვით ოკეთ. ესე იგი, პეტლები დამზადებულია. ეხლა რამაზე გააშლიფო უკებს ამასა და გადავდივართ უკვე ადამიანი ღებაზე. ესე იგი, ეს არის ლიტრიანი ბონკა. ეს არის 1 და 7-იანი მსხვილი შესხმით უნდა შევღებოთ, ესეც ჰოლსძიზე შევიდნენ, ეს არის თოლსენის შესასხმელი რა, იმ მსხვილი დეტალებისთვის, ეზოს მოაჯირები და ასე შემდეგ რა. ამიტომ მსხვილად უნდა შევღებოთ, რომ შიგნიდან ჯობია რომ მსხვილად იყოს, რომ კრასკა და ეს სადაც თუ წყალს გააპარებს, ისიც ამოივსოს. ესე იგი, ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ გვჭირდება, რაც შეეხება ამ საღებავს, ის კარები რო შევღებე, იყო ძალიან კაი. ეს არის ფეროს საღებავი.
20%-ს ვამატებთ გამხსნელს იდეაში. მე ხედავთ პროფესიონალური თვალის ზომით ყველაფერი გაიასნებ. არა. აიცადე. პირველ რიგში საღებავს უღებთ, იმიტომ რომ დაბლა არის ძალიან დიდი მასა. ეხლა წეგან შეცდომა ვქენი იდეაში. ეხლა რა მოურევ, ნახე მოდი. ეს თეთრი ფერი, ხედავ? ეს არის თეთრი ფერი, მაგრამ რა მოურიე, გახდა ნაცრისფერი. და უფრო ღია ნაცრისფერი უნდა ყოფილიყო ეს, მაგრამ მე შემეშალა, იმიტომ რომ აღარ დავხედე. აი, ვასხავთ. გამხსნელს ვიღებთ. ეს. ანუ ეხლა მე თვალის მაგრამ 20%-ს ამატებთ. აი, როგორი სისქემა ნახოს, იცი რაღაცა ესეთი, რომ ერთი და 7-იანი თავი ისედაც გაიტანს. რაც ყველაზე მთავარია, ამას იკეთებთ რა. რომ საშინელება აი ხა დაცვა მართლა გჭირდება. ესეთი არის თავი. ჩაიკეტება. შესხმას დავარეგულებ, გარეთ ხავ ცდი. 2 ბარზე მიყენია, იმიტომ რომ ამას აწერია დაახლოებით ეგრე რა. 2 ბარამდე შეგიძლია რომ დაბერო ამით. არა ეხლა რაღაცაზე ვცდი. როგორც ხედავთ, კახმად მეც არ მეგონა ეს თუ გამოვიდა, მაგრამ აი კაფეტი გამოვიდა რა, აი შმარწყვი არის. იდეალურია ყველაფერი. ეხლა ამისთვის ავაწყოთ სისტემა, რომელიც შევაშიგნეთ. ეს არის ჩვენი განი, საიდანაც ჰაერი აქედან მიზს და გადავკეტავთ თუ რამეა. ესე რომ გვეჭიროს, რომ დიდი წნევარვარი კარგა რომ მიუდგეთ. ეხლა დავამაგროთ ამაზე იმ შლანგის დეტალები. რამაზა წეღარ რა უყავი? მოხვეული თავი. იასნია ჰოლსტის კლოუნი, ჰოლსტზე შეგიძლიათ შეიძიოთ ეს ძალიან. ეხლა აქ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ ესე. აი აქ რომ ესე დაუბრახოთ. 3-ზე ხო აი აქ. აქ დავამაგროთ. ესე. არა, 4-ს გადაცდი. რატო? ის გაჯერაზე რო შეგვიშალოს. ესე. ხო. 60 კონდეს, როგორ გლოჩია რო რაღაცა რო წევიდეს. მეტკა დავადეთ. ჯერამით შევხვიდავ მაშინ. ორა მოვფანქრა. რასა? იმა რო არ გავწდე. დავიჯე ხა. არა მოსინჯოთ. ჩავხრდით, პატარა დილკა დავადეთ. მე აი ესეთი
გენიალური რაღაცები იყიდება დომინოში რა, ესეც ჰოლსტის არის. ეს არის დიდი ისინი ვარ ეძებო. ზუსტად იმ ზომას გიჭრის რა. მოიცი სადაც მე ზომა რა არის. ეს არის ესა. აი ესა. შიგნით აგვაინტერესებს. ხო ეს არის. ხო, ეგ გვაინტერესებს იქნება. ანუ აქედანაც იგივე არ იქნება. ისევის ჯობია. ზეთის გარეშე ხურდება და ვერ გაჭრის, გამორიცხულია. ქალხნული დავით. და აი ეს არის გენიალური რაღაცა, ეს არის თხევადი პაკლი რა. თუ მაინც თქვენი თავის იმედი არა გაქვთ. შიგნიდან ძალიან თხლად დავით, მოდი. აი ეს რა. ძალიან თხლად იზავთ. ეს კი გამევზანა. ეს იმენა. ესა. იქიდან დაიჭირე. ესე უნდა გადმოვწიო. ბევრი არ დაახვიო რამაზა. უნდა მიჭიმოს ერთმანეთს. იმას ხო უსვამთ მაინც. იმასაც უსმევთ და შენ როგორც იცი ხოლმე ტონა ნახევარი არ დაახვიო. აი ეს დაახვევს. ეს კი ვეღარ მიდის ბოლომდე მე. შუაგზაში ეჭიდავ. კაი არის, იმიტომ რომ მე ზომაზე ასწორებ როგორც გინდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ზუსტად უნდა მიჯდეს ერთმანეთზე, რომ ეს იყოს იქიდან ამან მოჭიმოს, ნახე რა, ესე იქნება, იმინა ქახნუ. ეხა იქიდან გამოაძვრინე ეგა როგორმე. ხი. აი ეს ჩემი დასვარკებული არის საჩედი. სამკაციანი არის, შეიძლება გადაიყვანოთ ნებისმიერამდე. ნაფლეთებია აქ. არ უნდა ეგ მისხე-მოსხე გამოუშვი. თვითონ ჩაჭიმავს, მოიცა? აი. აქედან გადავატრიალებ, სო. კულჩი ხო გაქვს? აბა მიდი. ჯერ არაფერი, просто აი ეს გვინდა რომ მე დავუჭიროთ. ეხა უნდა გავხვრიტოთ ეხა. ეხა მეორე კანალი უნდა გავიყვანოთ, ეს არის ჰაერი. ჰაერის კანალი რომ გარედან შიგნიდან ცალკე იყოს, რომ მოხსნაო დაგჭირდეს, მოხსნა გარედან მხარე და ვსო რა. ასწორებ მე. ცოტა იქითა. ელექტრობაში ვიყენებთ LED ნატურას 220-იანს, იმიტომ ჩვენ დენის არ გვეშინია. ძალიან მარტივია, 3 კაბელი მოყოლა ხოლმე ზოგადად ნატურის გაკეთება თუ გინდათ სახში. ძირითადად არის 2 წვერი პლუსი მინუსი დაერთე ფაინტება. მაგრამ მე-3 წვერი მოყოლა ხოლმე ეს არის დამიწება. ვისაც სახში გაქვს დამიწება, უნდა დაერთოთ დამიწებაზე, მაგრამ ძირითადად ყავისფერი და ცისფერი არის პლუსი და მინუსი. ესენი არის კემბრიკები, როცა წყალთან გაქვს შეხება. კემბრიკებს უკეთებთ რა, ეს პატარა რეზინის რაღაცეებია და მე იმაშვებიან. 1, მეორე ავიღოთ წვანე. წვანე წადი. გარედან ეგრე ვერ დაგარწყავს. შენ არის და შეჭება დაბალ ვოლტაჟი. ხო, მაგრამ ყლეს დავიკე დაბალ ვოლტაჟიანი, იმიტომ რომ კარგ არანათებს რა. ო, ახლა სადველოდო რა. ეს არ შეგვეძლო ეკავე რო გვექნა. ელექტრიკი გეტყვით რომ ესაც ახლა მე ვაკეთებ. არის სისულელი და ეგრე არ შეიძლება. შესაძლებელია. და შეიძლება მართალიც იყოს ეგ. ერთ საკეთ უკეცავთ. და შეიძლება მოძრაობის დროს გაძვრეს რა. და მაგით ვარაკეთებენ ხოლმე. ერთმანეთს რაც უფრო მეტად გადაჭხლავთ. აი. ადროს ტელეფონი არის, ხო დენზე როცა მუშაობ. ეს ეკვდება ხალხი. როცა მუშაობ და გირეკავენ, არ უპასუხობ. თორე რაღაცა დაგავიწყდებათ. ერთი იქით გადაკეცეთ თავი, მეორე აქეთ, მაინც. არაფერს არ გიშველი თუ გაჟვენა დენვა, მაგრამ ყველა ინვენტარი ეს იდეაში მოვიდა, ფენი არის რა, ბატარეაზე მომუშავე. მე ამ კემბრიკებს ფენით იმაშვებით. ვაპატარავებთ.
ოპა, წაიღო. კემბრიქს არ ვენდობით და ზევიდან ვახოთ, იმიტომ რომ იდეაში აქ წყალი და ამბები მიდის შიგნით და ამიტომ ყველა ვარიანტში ზევიდან კიდე ვახოთ იმას, იზოლენტას რა. აქ ერთი წყალი და თქვენ იქნებით გასაწმე გაგაფართხალებს ვერც გაიგებენ, რასაც წმინდა თუდენი გირტყავთ, ვერც მიხვდებით. ეხლა ამ შემთხვევაში მე როგორც ვაკეთებ, შესაძლებელია მე გამოფართხალოს, იმიტომ რომ მაგრაყლეურად ვაკეთებ ეხლა. ეხლა ერთ წელს დავამაგრებინა, გადამეხვი და მე მეორეზე მეწვალა. და ამას კიდე ზევიდან თავის დაზღვევისთვის მართლაყლე კი არა ვარ, ჩემი თავი მიყვარს. ვაფშე შეგვიძლია რომ გადავჭერთ ეგ გოფრი ამდენი ხო არ გვინდა. ეხლა უყურე აქ რას ვაკეთებ. გადამაშიო წყალი არ დაგვიგროვდეს. სილიკონს ვასხავთ გოფრეში. არც უნდა მეტი რა. არ უნდა USB-ს ხმა და დიდუ. ახლა ნასვეტები რამდენია აქ? ეს დადექი ზევიდან და მარა იქნება. აი გავხრიდე, აქა. ბლადებს ელემენტების ყუთში. ამის მოხრას ვაკეთებთ ახლა. ცოტა მიმეჭით რა, მან არ აუშვს. ადამიანი. всё, აქეთ ეგ არის. ამაგრი აქა. შეცდომის უფლება არა გვაქვს, ამას ვიძახდი ახლა. გენიალური რაღაცა რა. სადა აი ეს. ეს კი რეზაკია. ეს არის რეზინი, რომელსაც იდეაში 45-ზე ჩავჭრით ამას. თვალი ზომა მაქვს იმის დე. ეს ახლო დაუყენო ხო რამაზე ბარემ წყალი შიგნით იყოს. რა დავით. ჰა? ეკრანზე ვიდა. არაფერი არ ვსო. სკაპი მიჭიმა. დიახ, ეს იმიტომ უნდა ყოფილიყო ეს დაჯდება მე. უძი შაქიან ვერ გამოა, ვერ ტვერიც კი. ჰო! თიხამ ვერის. სათო გახსნისას უკვე კარგია. აი ეს უკვე დავიდეთ, ამ ჩადგენ. ჩარჩოს. რას რა შუშავად რა უნდა დაიჭიროს? სილიკონმა. აი შემოძმა. რა? აბა ყველამდე ამას ვერ ჩართავს ეგ. ხო, იოსება რა გიჟია. შუშა დავაფარეთ. ყველამდე ვერ ჩართავს. ეს ამ სამამდე დაითვალე ხა. 1 2 3 მზათა. აი, ატარა ვიბრაცია და რა ვიბრაცია? ეხლა ვაკუუმს შევქმნი შიგნით. არა, ქვევიდან კლაპანი მიყენია 100 აქ, თორე გამოსვლით გამოაქვს. გამოიწია ეხლა ქვევითო. ახლა არ ჩამოდის. როგორ არ ჩამო. როგორ ჩავდა აცადე. გიჟების წებოზე უნდა დაგვესვა რა. ეს ღართასაც გააძენს და დავაკრა. აჰა. ინტერვიუ სანდბასტერ ჯორჯია საინტერესებს ცუდი ხელოსანმა რა ქნა ამ ბოლო პერიოდში როგორ გამიცადა. საოცარი განვითარება იგრძნობა უბრალოდ ხელებზე ბიჭო ეს გამსეტყვა რა იქ ცოტა გაიქცა როგორია როგორი და წითელი პროფესიონალური დონე არის ბიჭო არა მომწონს სხვათა შორის მომწონს მთავარია საქმეს როგორ გააკეთებს ახლა მე მგონი რომ გააკეთებს ვაით მაქანას ხელზე კარგაშვება და მე რა ვიცი ხო არა ხელზე კარგად 2 წუთი უნდა დაგდოს კაცო რა 2 წუთი ბიჭო მივხვდი რასაც ვაკეთებდი თან თარი წოდი რასაც აკეთებ ბიჭო დავიჭე აი ვიცოდი მეთქი არა ხა შეყალებ რასაკ რა რაც შუშა ჰაერს დამჩაზე და გასწველის გამოვკარი და თლიანი შუშა შემასხა ეგრევე ხელში
აი, ეხლა რას ვაკეთებთ? სეტკა გვაქვს რამე? აუ, როდის დაგეძრება, იცი? აი, რომ ლარიანის აპარატს დაუდებ, შესაგდებს, ისე ვერც აიწება. აი, მაშინ დაგეძრება. და შენ ეგ სეტკა დაიწრიებ, ხო და? იმან დაიწრია რა. აა, აზრია. ამაზამა აზრია რა, ხამის გაყვას სკასაო. So. ატარა. მოიცა, აი ეს უნდა მოხსნათ ეხა აქედან. ვა! ეხა შუშალვა მოამტრიოს. ისი მაგე. იდი. Puçuk. რა დავაერთეთ? ის ჩაკეტე ბიჭო, ჰაერი, ჩაკეტე. აჰა. გამოვყოლდი მე. ჰაერი შესაძლებელი რა ვიგდა, ჰაერი არ უბერავს. სადაც ნახა თავისუფალი ესე იგი რაღაცა ედება. არა, აი იმ გემეტი ის ხარ წაგვისი. არა, აი. ჰაერი. ეხა იოსებასთან ვეძებ რამე ნაწილსა რა. კონდიციონერს ხვალ ვიზავ, მე ტვის მოტყნავს. კონსოლში წყალი შევიდა, ისაქნა, ესაქნა. ნაწილების მეტი რა არის? ნაწილებია. ხო და ეხა მივხვდი. ხელი არ დაეცა. მაიცადე, კაი მაზუთიანი ვიპოვოთ. აიგა. მეორე ლაპარი. მეორე რა. ჰაერი. ესე იგი, ჩვენმა აწყობილმა იარაღმა არ იმუშავა, ამიტომ 50 ლარად იყიდებოდა ეს იარაღი. საიდან წყალი შედის და აქედან ჰაერი და თან აკონტროლებ. თან წვილი აქვს ეგეთი და დიდი ისინი აღარ უწევს და რაზე ვიწვალეთ ამდენი. უნდა იკითხო თუ არ იცი ეს რო გეტყვი გამორთე თქო ეგრევე გამორთე რამაზა. ისთვის ვიწვალე. დაჟე ქვიშას ვერ იღებს რა. ეს თუ ამაში იქნება და ვეჩინათ ქვიშა იქ იქნება. ძირი უნდა ცოტა. ხო, რომ გარშემო აიღოს. ხაროს, იმას უკუშა. ბიჭო უნდა ბევრი. თან წყალ ხო, ნუ ეხლა რამდენი უნდა მეშობს ხო არ ჩაყრა შეგიძლია. მაგრამ იმაში რომ ჩავა რომ დაგროვდება. ისე რომ არ გადმოასხას თან აქა იქ ხე. დაჟე ესეთი ვედრა კაი იქნებოდა. სველის გზაზე შუშაც გაყრია დოყვი. ხო. ნუ ეგ მაგრამ მე მახსოვს ეს მაზუთიანი რო ჩადე შიგნით. აურა კაია დაბიდან არ მიმუშავე. ეს წარმოიდგინე, აი ცოტასო დავანავაროთკებთ რა. კროპკაზე რო ჩაერთვება წყალის და ყველაფერი და ჰაერზე პისტის გინდა. ხელით ძნელია რა რეგულირება. ეგ უნდა ეს ვქნათ. პედალი უნდა რა და პედალზე ამუშავებ, მე ჰაერს უკვე რა, ანუ რაოდენობა. ეგ დავახამოთოთ ხო რა. დახამოთებაც არ უნდა, ჩამოვიდა პედალს მართლა. პედალსაც ჩამოვიდა და ხელებსაც ჩამოვიდა წესიერს. ის პისტალიზე გეუნები, ის მოხსნათ და სუჩართული რო იყოს ხო, რა. ეგეც შეიძლება, მაგრამ ჰაერს დაგვიცლის მე. პედალი თუ იქნება? პედალი თუ იქნება ხო რა. მაგას გეუბნები, მაგრამ ბიჭო, შედეგი არის. კი. შედეგი არის რომელიც? სანდბლასტერი მუშაობს რა. ეხა ეგ მაზუთიანი თითები ვარ წაგესო, მეორე თუ კეთესი იქნებოდა. ой, მე უკას. სასეხ ქორწილის მაიკამა აქ ამითი გავწმიდა. გავამშრალოთ და დავით გადაიხე. აი ხა შეგიძლია before after-ი გადაიღე. ისე გადაიღე რომ მიხვდეს ვინ დაკარგა. კაიგე.
გავწმინდოთ ეხლა ის გავასუფთავოთ კი არა და გავამშრალო. არა შეჩემა იმენა. ხალია რა. ვინ არ ეცხავს ეს? დამიწერეთ კომენტარებში ესე ვინ რეცხავს საქართველოს მასშტაბით. რამენაც. ეგრე просто შლანგი ჩაყავი და ვსო. ეს იყო გენიალური რა. ცუდმა ხელოსნებმა მეორე პროექტი გაჩეკა. მეორე პროექტი მუშაობს უკვე ეს არის სანდბლასტერი მაღალი წნევა ფრთხილად ცუდი ხელოსნები რაღაცები გაზდის მაგრამ ამას უკვე მინიმალური დეტალები არის დორნიქს მე დავაყენებთ უკვე და შემდეგ იოსება როდესღაც რაღაცას გარეცხავს იქაც დეტალურად იოსება იტყვის ვისი წარმოებაა ეს ქართული წარმოებაა ციკლის საერთაშორისო აეროპორტზე წარმოება და აი ეს არის რა ეს წარმოიდგინე ხა ბლოკირო და BMW რო გაჟონავს მაგის დედა შევეს პრაკტიკულად რო აპარებს შეიძლება გამოყლებდები კიდევაც მოკლედ ყველაფერი იცით რომ სამშენებლო მასალები რაც კი რამე შევიძინეთ დომინოში ხელსაწყოები ეს არის ჰოლს ჯიზე ხოლო რაც შეეხება აი ამას იოსებას არ აღვდ მუსტანგს იოსებაც შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ პრობლემა არა წინიდან ჩამოიტანოთ მუსტანგი იქნება შემდეგი პროექტი და ის უკარო დგას ბებერი მგელი სახლი მანქანა იქნება უკვე შემდეგში გავსმინავთ გავასუფთავებთ და მომამზადებთ უკვე შიდა რემონტისთვის გამოიწერეთ არხი, ხო, ქარლაინმა ჩამოგვაყოლინა ეს მანქანები. მარშრუტკაში $1100 მივესით, ამ მუსტანგში 5. და ძველი როალი ბაჟდება, ნუ მიწერთ რომ ვერ ბაჟდებაო და რაღაცეები. წავედი, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, შევხვდებით ისევ ამ არხზე, ისევ ცუდი ხელოსე, ისევ რა?